მოგესალმებით. ამბავი შენს ცხოვრებაზე, რომელიც ჯერ არ მომხდარა. თუ ვის ცხოვრებაზე აქვს ამბავი ტაროს, ამისთვის ახლა მე ამოვიღებ ტაროს 78 არქანისგან შემდგარ ორაკულისგან ამ დასტიდან სამ არკანს, რომელიც აღწერს შენ თავს. ვისთვისაც აქვს სამყაროს ამბავი, რომელიც ჯერ არ მომხდარა შენს ცხოვრებაში. ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს და მუშაობს. მიწიერ დონეზე მაქვს საუბარი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამოვიდეს იმ სიტუაციიდან, ან ყველაფერი გააკეთა ადამიანმა იმისთვის, ან აკეთებს, ან უკვე გააკეთეთ იმისთვის, რომ გამოხვიდეთ მომავალში იმ მდგომარეობიდან, როდესაც თქვენ გკებნიდით ერთ ადგილს, ცდილობდით რაღაცა გზა მოგენახათ და არაფერი არ ჩანდა ჰორიზონტზე. აქედან გამოსასვლელად. იყო შენს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც გეგონა მიუხედავად იმისა, რომ ძალა, ღონე, გეგმა გქონდა, რომ გამოსულიყავი სიტუაციიდან, რაშიც იყავი, ძალიან ბევრი ეცადე, იარე, თუმცა გზას მაინც ვერ ხედავდი. თითქოს აღარ უჩანდა ამ სიტუაციას დასასრული, რა თქმა უნდა, ეს არის რთულ გზაზე ცხოვრების. თითქოს ამ გზას ბოლო არ უჩანდა და სულ ერთი და იგივე უნდა გეთქებნა. მაგრამ შენ მაინც გჯეროდა მომავლის და გჯეროდა, რომ გამოხვიდოდი. ამისთვის კი გადაწყვიტე, რომ აი ეს გეგმა, რაც ამ პერიოდში შეიმუშავე შუა გზაზე, როდესაც იყავი მაგ პერიოდის და ფიქრობდი, რომ ამ სულელობით ვერ მოხდებოდა, სწრაფად ვერ მოხდებოდა, აი ის მანამდე რაც გეგმა გქონდა, იმით ვერ მოხდებოდა გამოსვლა ამ სიტუაციიდან, შეიმუშავე გეგმა, ტაქტიკა შეცვალე, მოდი ასე ვთქვათ, მიზანზე უარი არ გითქვია და გადაწყვიტე სხვა მხრივ გემუშავა. სხვა მხრივ მიდგომოდი ამ საკითხს, მიზანი არ შეგიცვლია და ყველაფერს აკეთებდი, რომ ის შენი გეგმა მომავალთან დაკავშირებით გამოსულიყო. აქ ან უკვე გამოვიდა ეს ამბავი, ან პროცესში ხარ და ყველაფერს აკეთებ, მაქსიმუმს აკეთებ იმისთვის, რომ შენი მომავალი იყოს ისეთი, რისთვისაც ამას აკეთებ. რასაც ახლა აკეთებ. თუ იცანი შენი თავი, დარჩი გაშლაზე და ნახოთ. ამბავი შენი ცხოვრების მომავალზე, რომელიც ჯერ არ მომხდარა. სამყაროსგან ამბავი შენს ცხოვრებაზე მომავალში. რომელიც უნდა მოხდეს. აქ თუ ხედი ხარ რაღაც უცნაური ინფორმაცია წამოვიდა. აქ თუ
თუ შენ ოჯახის წევრებთან გქონდა პრობლემა, კი, რომელთანაც ერთ დროს იყავი დიდი ჰარმონიით და სიყვარულით, მაგრამ მოხდა აქ რაღაც ისეთი, რის გამოც არის სტაგნაცია, შეჩერება, ეს უფრო გონების, გულის ტკივილის, გონების დონეზე მოხდა, რაც გამოიწვია, შეიძლება რაღაცა ღალატმა, შეიძლება, ბევრი რამე შეიძლება, თუმცა აქ გული გეტკინათ ძალიან და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ, ასე ვთქვათ, შეიძლება უთხარი კიდეც მე მკვდარი ვარ შენთვის. თუმცა ამ სიტუაციაში მყოფს, მიუხედავად ამ ტკივილისა, გაქვს გაურება, რომ აი როგორ არის იცი, მაინც აი თავში ფიქრობ, რაღაცნაირად აი იქნებ სასწაული მოხდეს, იქნებ რაღაც ისეთი მოხდეს, რომ შეიცვალოს ეს აი მთელს შენს სულს უნდა, მოდი ასე ვთქვათ, გონებაშიც გააგივლის, ხან მეტად, ხან ნაკლებად და თუმცა მაინც იღებ გადაწყვეტილებას, რომ არა, ისევ ესე უნდა იყოს, თუმცა მაინც აი თბილად, ეხლა მტკივნეულად აღარ ამას. ჩემო ძვირფასო ადამიანო, ამბავი აქ მაგიტომაც მოჩვენებენ, შეიძლება წამოხვედი სახლიდან, ან რაღაც ეგეთი იყო და თქვი, რომ თავიდან გზა არ ჩანდა, რა უნდა გაგეკეთებინა, მაგრამ მიზანი გქონდა და შენ ყველაფერს აკეთებდი იმისთვის, რომ ან სახლი გეყიდა, თუნდაც, ან შენი ნებისმიერი გეგმა რაც აქ გქონდა და რაზეც ძალიან ბევრს სიტყვა წვალობდი არ მიყვარს, მაგრამ ბევრს ცდილობდი, აქ თითქმის უკვე მიღწეული გაქვს და ეხლა გაქვს ის ფიქრები, რომელსაც შეიძლება შენს თავსაც არ უტყდები, თუმცა მე მგონი, რომ უტყდები, მაგრამ არ იცი რა იქნება. მე შენ გეტყვი, გაგიტარებ ინფორმაციას, სამყარო გეტყვის შენ, რომ ეს დიდი იმპერია, ალბათ ხვდებით ეხლა ამას იმპერიაში რას გულისხმობ, ეს იმხელაზე მყარი და იმხელაზე ფუნდამენტალურია ის შენ უკან რაც დატოვე, რომ იქ შეიძლება სინათლე ჩაქვრა, მაგრამ და იქ უკან ბნელა და ვერ ხედავ, თუმცა ეს ისე მყარად დგას, ისე მყარსაფუძველზე დგას, როგორც დატოვე და სამყარომ ინება აი ეს ცენტრი, ასე ვთქვათ, დაგანახოს, აუცილებლად მოგცემს ნიშანს იმისას, რომ ეს ჯერ კიდევ არსებობს და ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ შენ აქეთკენ გზა ისევ მიგიდის და ეს გზა იქნება ძალიან ფერადი, ძალიან ემოციური, თბილი და სიყვარულით სავსე. შენ სახში ბრუნდები, შენ ოჯახის წევრებთან ბრუნდები, სულ გამაჟრიალა. შენ გელოდება შეხვედრა ადამიანთან, ვინც შეიძლება არაერთხელსა და რაღაცა ქმედება გაეკეთებინა შენთან მიმართებაში, თუმცა შენც კი გინდოდა ან მოსულიყო, ან რაღაცა მოეწოდებინა შენთვის, შენც კი გინდოდა, რომ ეს ყველაფერი მიგეღო და გინახა, მაგრამ შენ თავს ეუბნებოდი, რომ არა, ეს ვარდისფერი სათვალეებია და ამიტომ არა, შენი აზრები, მენტალი არ გაძლევდა იმ შენი ციხეში, მენტალი აზრებისგან შექმნილ ციხედან გამოსვლის საშუალებას და იმ რეალობის დანახვას, რომელიც იყო შენს მიმართ გამოგზავნილი. იმიტომ რომ ფიქრობდი, რომ ამის უკან კიდე რაღაც იმალება. გაიგე? აი ამას ფიქრობდი. და ჩემო ძვირფასო ადამიანო, შენ სამყაროსგან ამბავი, რომელიც ჯერ არ მომხდარა შენს ცხოვრებაში, მაგრამ ეს მოხდება აუცილებლად, არის
რომ აი თითქოს უცაბედად მოგივა ისეთი ინფორმაცია, ენერგია, რომელიც იმდენად გაგავსებს, იმდენად შეგავსებს და იმდენად შეგასრულყოფილებს, ესეთ სიტყვა წამოვიდა, რომ ამას იგრძნობ ემოციურად და იგრძნობ როგორ ეს არის ახალი შანსი და ეს არის სიხარულის შანსი, ეს არის სისავსივის მდგომარეობა და ეს ენერგია შენ შეგახვედრებს ან იმ ადამიანთან, ან იმ ადამიანებთან. უფრო ვიტყოდი ებთან. შენი მართლობა, შენი ასე ვთქვათ, ის გზა, რომელსაც გადიოდი, მარტო რთული გზა და მაინც მომავლის გჯეროდა. შეიძლება ამ მიმართულებით გჯეროდა სადღაცა, მაგრამ მენტალი, ანუ გონება არ გიშვებდა. და როგორი რაღაც იყო, იცი, ეს ყველაფერი მოდი გეტყვირისთვის იყო შენს ცხოვრებაში. აქ უნდა მიგიღო შენ რაღაცა გამოცდილება, რომელიც უკავშირდება შენს სიბრძნეს, რომელსაც შეიძლება მანამდე არ იყენებდი. ამ წარსულმა გიბიძგა, გაგეხსნა და გაგენათებინა ის გზა, რომელსაც ეხლა ადგახარ, გაგეხსნა და ასე ვთქვათ, გაგეცა შენი სიბრძნე, რომელსაც ასე მტკივნეულად აღიქვავ ეხლა შენ. და გაეხსნა სამომავლოდ ის პერსპექტივები შენს ცხოვრებაში, რაც ან გაქვს, ან გელოდება. ზუსტად ეს გზა უნდა გაგევლო. შემთხვევით და ისე არაფერი არ ხდება. შენ აქ მიიღე ძალა, შენ აქ მიიღე უდიდესი გამოცდილება იმისა, როგორ უნდა გამოგემჟღავნებინა და გამოგეყენებინა ეს შენი რესურსი, რაც იდო შენში. აქ ჩემო ძვირფასო, როგორც ჩანს, შენ ეს მისია დაასრულე და ამიტომ სამყარომაც დაასრულა შენი ეს მტკივნეული ფიქრები, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში დაგყვებოდა და შენ გელოდება ეს შეიძლება იყოს მამა, არ გამოვრიცხავ, ან, ყველას ინდივიდუალური აქ, ეხლა ეს საჯაროა, მე რო იყოს პირადი, აქ ვიცი რას ვიტყოდი, მაგრამ შენ გელოდება აბსოლუტურად შეცვლილი მდგომარეობით დაბრუნება იმ ადგილას და მობრუნება იმ ადამიანის ან ების, რომლებიც სხვათა შორის აი ძალიან შეჩერებული იყო ეს სიყვარული, ემოციები და რომლებიც თვითონაც ძალიან აი მიუხედავად ამისა, რომ ამას არ გეუბნებოდნენ, ძალიან ენატრებოდი, მალავდნენ, აი ერთი სული ჰქონდათ, გამოქცეულიყვნენ და შეიძლება ჩაგხვდებოდნენ. აქ არის განახლება რადიკალური და შეცვლა, იმიტომ რომ შენ ცხოვრება აქ შეიცვალა და ავტომატურად ეს უნდა მომხდარი, ეს რო არ მომხდარიყო, ეს ვერ მოხდებოდა შენს ცხოვრებაში. ამიტომ ეხლა როგორც ჩანს, დასრულდა შენი ეს მისია და ამიტომ გაბრუნებენ და გიბრუნებენ იმ ადამიანებს, რომელთან რომელთან დაკავშირებითაც შენ რაც თქვი ზემოთქმული განიცდიდი გქონდა, ფიქრობდი და საბოლოოდ ვერ გამოხვედი ამ ტკივილებიდან. გამოხვალ ზუსტად ისევ ამ ადამიანებით, რასაც მე შენ გისურვებ. გიგზავნით სიყვარულს და ველოდები თქვენს რეზულტატს ამ გაშლიდან ძალიან გამიხარდება, ან თუნდაც პირად შეტყობინებაში, ან კომენტარში
თუ დაგვიწერთ, ეს რეზულტატი ვისთანაც დადგება და ეს რეზულტატი აუცილებლად დადგება შენთან, თუ ეს სიგნიფიცირება იყო შენი.